მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, რადიო პოლიტიკა რადიო სივრცის ეთერში 98-სა და FM 98-სა და 5-ზე ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან და ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მესამე სეზონს. ჩვენი სეზონის ფოკუსშია საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები და დაკავშირებული მოვლენები და ჩვენ მიმდინარე მოვლენებს სწორედ აი ამ ჭრილში ვაშუქებთ. საინტერესო პერიოდია ზუსტად 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში და ზვიად ავალიანი იქნება დღეს ჩვენი სტუმარი, რომელთან ერთადაც ვილაპარაკებთ დღეს შექმნილ ვითარებაზე, რომელიც ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული როგორ თქვა, ერთგვარი ეშხი თუ რაღაცა წიწაკა შემატა, წიწაკის სპრეი შეხოთაშორის ძალიან ისეთი ფინური know-how-ა და წიწაკა შემატა, თუ შეიძლება ესე ითქვას, ოკუპანტის ენაზე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეუთოს წარმომადგენლის სტუმრობამ ვალკონენია გვარად ეს ქალბატონი, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, ჯერ შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და დაგეგმილი იყო სხვა შეხვედრებიც, მათ შორის პარლამენტში, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრთან და ეს ყველაფერი გაუქმდა, იმიტომ რომ მან გადაწყვიტა, რომ წასულიყო რუსთაველის გამზირზე ღამით, დამდგარიყო იმ 20-დან 50 ცალამდე დემონსტრანტთან ერთად, რომელთაც უკანონოდ აქვთ გადაკეტილი გზა, იმიტომ რომ კანონმდებლობა არც ერთ ქვეყანაში არ ითვალისწინებს გზის ბლოკირებას, მაშინ როცა ამის დემონსტრაცია არ იძლევა ამის საშუალებას მისი რიცხოვნობა. თუ კი ადამიანები არის შეკრების თავისუფლება არის გადაცული დემოკრატიულ ქვეყნებში კანონით, მაგრამ თუ კი რიცხოვნობა ამას არ საჭიროებს, ქუჩის გადაკეტვა ითვლება უკანონოდ, ხო, ესეთ დროს და გზის ბლოკირება და რა კი შეუერთდა აი ამ ესეთ ამგვარ დემონსტრაციას. შემდეგ მოყვა ამას ვიზიტების, უბრალოდ შეხვედრების გაუქმება. მთავრობის ადმინისტრაციამ თქვა, რომ მან გააუქმა, შემდგომ დააბრუნა პასუხი ფინელმა ქალბატონმა და თქვა, რომ არა ეს მან გააუქმა, იმიტომ რომ თურმე უნდოდა შეხვედრა, მაგრამ გრაფიკი ქონია სხვაგვარი, რაც ცოტა სასაცილოა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება სხვანაირი გრაფიკი ქონდეს ის, რაც დაგეგმილი გაქვს, ყველაფერი გაწერილი გაქვს, რა უნდა შეიცვალოს აქ. ესე იგი, ეს უკვე ერთგვარი დიპლომატიური დემარშია და დღეს დილით თუ დღეს ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ გზის უკანონოდ გადაკეტვაში მონაწილეობისათვის ფინეთის მოქალაქე დაჯარიმდა 5,000 ლარით, როგორც არის გათვალისწინებული კანონით. აქედან გამომდინარე, ეს რა თქმა უნდა ერთგვარად დიპლომატიურ ურთიერთობებს სავარაუდოდ აისახება, ხო? იმიტომ რომ ეს ერთგვარი დემარშია და აქედან გამოსავალი არ არის იმ პირობებში, როდესაც ადამიანები უარს იძახიან, რომ ერთგვარი სიმართლე, ნახოთ თქვენ მაგალითად ვერ გამოისმენთ აი ამ დემონსტრანტების ან მათი მხარდაჭერების მხრიდან ლაპარაკს იმაზე, რომ იქ რამე უკანონობა ხდება. აბსოლუტურად მიდის აპელირება იმაზე, რომ ეს არის მშვიდობიანი დემონსტრაციები, საპროტესტო, რომელიც გამოხატავს ხალხის განწყობას, რომელსაც არავინ არ უშლის ხელს. აბსოლუტურად, ანუ ვინმეს და ქმნია შტაბ-ჭრილება შემდეგ, რომ აი ვინმე ამას ებრძვის. ეს არის გარანტირებული და კანონით დაცული, სადაც უნდათ, რამდენიც უნდათ, ყველა შეუძლია რომ შეიკრიბოს. ლაპარაკი არის ქუჩის უკანონოდ გადაკეტვაზე, რომელიც ბუნებრივია, ყველას ესმის რატო კეთდება, ამას აქვს თავისი ხაფანგის ფუნქცია, რომ უკვე გამზადებულია ის ერთგვარი ნარატივი, რომ თუ შენ მას რაღაცნაირად ცოტა ისე დაშლია, უკანონობას აღკვეთა, მაგალითად ისე როგორც ფინეთში ხდება, ამის ვიდეოები არსებობს იმაში, რა ქვია, YouTube-ზე დევს, მაგალითად აი მოძებნით, რომ ფინეთში დემონსტრაციები პოლიციასთან დემონსტრანტების შეტაკება როგორ ხდება, როცა მცირე რაოდენობას ადამიანების აქვთ ქუჩა გადაკეტილი, როგორ ექცევიან, შეგვიძლია ჩვენ ამით ვიხელმძღვანელოთ და იმედია თანდათანობით საქართველოს ხელისუფლება აი ამ საკითხს, ესე ვთქვათ, მოაგვარებს საუკეთესო ფინური ტრადიციებით. მე ვიტყოდი რა. ან თუ ეს არის სტანდარტი, მაშინ ეს იყო სტანდარტი. ანუ პირველი კითხვა ერთად მინდა ზვიად დავიწყო ლაპარაკი, რომ რა გარემოება შეიქმნა დღეს საქართველოში 4 ოქტომბრის არჩევნების მერე, მას შემდეგ რა ძალიან მშვიდობიან გარემოში ჩატარდა ერთის მხრივ არჩევნები, სადაც აქტივობამაც და მაჩვენებლებმაც აი ამ ბოიკოტის გათვალისწინებით სრულად შეესაბამებოდა იმ მხარდაჭერას, რაც საქართველოს ცნებას გააჩნია და რაც მანაჩვენებმა 2024 წელს, ანუ სტატისტიკურად ეს სრულ კორელაციაშია და მეორეს მხრივ აი ეს სრულიად
განწირული რაღაცა უკვე სასაცილო სიურეალისტური გეგმა, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში აანონსებდა ის ოპოზიცია, რომელიც დგას ქუჩაში, და ის განზრახვა, რომ მათ უნდა რაღაც აეღოთ შტურმით რაღაც შენობები და შეეცვალათ ხელისუფლება, ძალიან მოკლე ვადაში და სასაცილოდ ჩავარდა, ხო? ამან განაპირობა ეს რეალობა, სადაც თანდათანობით ხდება დასავლეთის როლის გამოკვეთა. არავინ ერთის მხრივ არ გმობს აი იმ ძალადობრივ შეჭრას პრეზიდენტის სასახლეში, რომელიც 6 იანვრის საუკეთესო ტრადიციებით შედგა, ხო, როდესაც კაპიტოლიუმზე შტურმი მიიტანეს და ჩვენ ხედავთ პირიქით მაღალი თანამდებობის პირების მხარდაჭერას აი ამ цаრიელი რუსთაველის გამზირის და იმ დემონსტრაციის მხრიდან. ეს როგორ შეიძლება აღიწეროს ეს რეალობა, რასაც ახლა ჩვენ ვართ. მოგესალმები გურამ, მივესალმები ჩვენს რადიო მსმენელს. უნიკალურ სიტუაციაში ვართ 4 ოქტომბრის შემდეგ და თავისი პოლიტიკური მნიშვნელობით მე 4 ოქტომბრის არჩევნებს შევადარებდი 2012 წლის ისტორიულ არჩევნებს. არც ერთი არჩევნები მანამდე 2012 წლიდან დღემდე არ იყო იმდენად დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი და იმდენად სერიოზული გარდატეხის მომენტი საქართველოს ისტორიაში, რამდენადაც ერთი შეხედვით თითქოს მეორე ხარისხოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ასეა ხომ ზოგადად რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თითქოს ითვლება უფრო, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციულ ტექნიკურ არჩევნებად, მას ნაკლები მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ვთქვათ საპარლამენტო არჩევნებს საპარლამენტო რესპუბლიკებში ან საპრეზიდენტო არჩევნებს საპრეზიდენტო რესპუბლიკებში, მაგრამ ეს არჩევნები იყო უნიკალური და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ამ არჩევნების საბოლოო შედეგად მივიღეთ ის, რომ რადიკალური ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა და მისი ანასხლეტები საბოლოოდ გამარგინალდნენ და ფაქტობრივად გადიან, აი ჩვენს თვალწინ გადიან პოლიტიკური სივრციდან, რასაც სულ მალე მე დარწმუნებული ვარ, უკვე მიეცემა სამართლებრივი, ასე ვთქვათ, ფორმაც ამ გასვლას, გულისხმობ ამ პარტიის და არა მხოლოდ ამ პარტიის, არამედ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის სამართლებრივ შეფასებას და მის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას და შესაბამისად აკრძალვას, რაც თავის თავში მოიცავს იმას, რომ არა მხოლოდ ეს პარტიები ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, არამედ ის კონკრეტული პოლიტიკოსები, ის ლიდერები და ის პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც ამ პარტიებს წარმოადგენდნენ და ახდენდნენ ზუსტად ქართული პოლიტიკური სივრცის რადიკალიზაციას, თუნდაც თავი რომ დავანებოთ იმ სისხლიან 9 წლიანს, თუნდაც ბოლო 12-13 წლის განმავლობაში, ისინი ამას მომავალში ვეღარ შეძლებენ. და ეს უკვე არის შემდგარი ფაქტი. ამას უკვე ეს პროცესი უკვე სხვაგვარად შეუძლებელია წარიმართოს და აქ შესაძლებელია კითხვის ნიშნები არსებობდეს მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, როდის, რა ფორმით როდის გამოიტანენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას და ასე შემდეგ. ანუ რადიკალური ოპოზიციის გამარგინალება და შესაბამისად საჯარო სივრცის გათავისუფლება უკვე სხვა ტიპის ოპოზიციისთვის, რომელიც ორიენტირებული იქნება კონსტრუქციულ კრიტიკაზე და შეასრულებს რეალურად ხელისუფლების და მართველი პარტიის მაკონტროლებლის ფუნქციას, რაც არის ობიექტურად ოპოზიციის ფუნქცია ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში. ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ხომ არ ვარგოდა და ოპოზიციაში კიდევ უფრო უარესი იყო. ანუ უარესი იყო იმიტომ, რომ იგი ვერ ასრულებდა თავის ოპოზიციის მთავარ ფუნქციას, ხელისუფლების კონტროლისა, იმიტომ რომ მის მიერ გაჟღერებული ნებისმიერი კრიტიკა უკვე იყო დისკრედიტებული და თავის მხრივ მართველ გუნდს ძალიან მარტივად შეეძლო ნებისმიერი კრიტიკის მოგერიება ზედმეტად მარტივად დემოკრატიული სამყაროსთვის ზედმეტად მარტივად შეეძლო, ოღონდ ეს არ არის მართველი გუნდის ბრალი თავის თეოცხადი, ეს არის იმის ბრალი, რომ ნაციონალური მოძრაობა არის დანაშაულებრივი ძალა, ობიექტურად არის დანაშაულებრივი ძალა, რომელიც დღემდე მოვიდა იმ საგარეო მხარდაჭერის წყალობით, რომელსაც აი ახლაც ხედავთ, რომ არ წყდება და ახლაც კი, როცა ფაქტობრივად თვითონ მათმა აგენტურამ თვითონ თავისივე ხელით მოაწერა ხელი საკუთარ პოლიტიკურ კაპიტულაციას, ახლაც კი ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ამ პარტიებზე, ამ პოლიტიკურ დისკურსზე ფსონის დადება არის აბსოლუტურად წამგებიანი სვლა
და აი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რომლითაც გახსენი შენ ეს გადაცემა, ნათელი დასტურია იმისა, რომ ჯერჯერობით ევრობიუროკრატია ამ რეალობას ვერ აცნობიერებს, ან უბრალოდ არ უნდა ამის მიღება. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რომელიც ამავე დროს სამწუხაროდ არის ასევე EUTO-ს თავმჯდომარე, დაგვანახა, რომ ისინი ვინც ნაციონალურ მოძრაობას ლობირებს, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას ლობირებს და ცდილობს ნებისმიერი ხერხით მიაღწევს საქართველოში რეჟიმ ჩეინჯს, ანუ ხელისუფლების ცვლილებას და აქ აგენტურის მოყვანას, რომელიც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქვეყანას ჩააბამს ომში, ისევ არიან ძველ ნარატივში, ისევ ცდილობენ ან ყველა მეთოდის გამოყენებას, რომ ამ მიზანს მიაღწიონ და ვერ აცნობიერებენ ჯერ, მაგრამ მალე გააცნობიერებენ, რომ ეს პროექტი სამუდამოდ ჩავარდნილია. უბრალოდ საკუთარ თავს ჩაიგდებენ სასაცილო მდგომარეობაში, თუმცა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი ვალკონენი, ხო? პირველი და უკანასკნელი არ არის მის კარიერაში ეს სკანდალი, რომელშიც საქართველოში და თბილისში გაეხვა. მე უბრალოდ მინდა მსმენელს შევახსენო, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ერთის მხრივ აპელირებს ევროპულ ღირებულებებზე და ამ ევროპულ ღირებულებებზე აპელირებით აკრიტიკებს სხვა ქვეყნების ხელისუფლებას და ამავე დროს თვითონ არის სკანდალის ფიგურანტი და არა ჩვეულებრივი რიგითი სკანდალის, არამედ რასიზმთან დაკავშირებული სკანდალის და ერთ-ერთი სკანდალია მის პოლიტიკურ კარიერაში, მაგალითად ქალბატონმა ვეკონენმა ერთ-ერთ თავის ოპონენტს უწოდა, უпростоრად ერთ-ერთი თავისი ოპონენტი მოიხსენია ესე იგი ბინძურ თურქად, აი ასეთი ტერმინით. წარმოიდგინეთ ახლა ევროპული ღირებულებების დროშით მცურავი პოლიტიკოსი, რომელიც აი ასეთი ტერმინის გამოყენების უფლებას აძლევს საკუთარ თავს პოლიტიკურ ოპონენტთან მიმართებაში, რაზე შეიძლება მან უკან დაიხიოს და რა არის ისეთი, რაც მას შეიძლება შერცხვეს. მას არ შერცხვება. მას არ ქონია უხერხულობა, როდესაც ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მან ნახა შეხვდა ხელისუფლებას, გაიარა თბილისში, მივიდა საოკუპაციო ხაზთან, მან ნახა რა პირობებში ცხოვრობს საქართველო, მან ის მივიდა ცარიელ რუსთაველის გამზირზე და ნახა ის ფარსი, რასაც ეწოდება იქ და თქვა აბსოლუტურად საპირისპირო თავის ჩართვაში, რომ აქ იკრიბება მთელი საქართველო. ფინეთის დროშებით. ფინალზე გადაფრინდა მეზობელ ქვეყანაში და იქ შეხვდა პრეზიდენტ ალიევს თავის გამარჯვებულ ქვეყანაში. და მან თქვა, რომ როგორი მნიშვნელოვანია, რომ აი მიმდინარეობს აზერბაიჯანისა და სომხეთის შერიგების პროცესი. როგორი მოკლედ ეს მიესალმა, თავი დაუკრა ესე და ხელები შეატყუპა. მოკლედ როგორც ფადიშას საჩვეულებრივი თაყვანი და თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს ეს ინტეგრაცია თუ რაღაც პროცესები. ანუ მარტივი აი ისეთ ტერმინებში აღწერა ვითარება, რაც საერთოდ შეესაბამება რეალობას, ლაპარაკი არის ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, რომელთაც დიდი ხანია უკვე 98 წლიდან მოყოლებული და ისე კიდე მანამდეც ეს ხო პრობლემური ადგილი იყო ეს ყარაბაღი. ჰქონდათ ომი ამის გამო, შემდეგ აზერბაიჯანმა ეს ომი დაამთავრა, მოიგო, თემა დაიხურა და უბრალოდ გამარჯვებული ყარაბაღის დამარცხებულს თავის პირობებს და იქ მისთვის ეს გასაგებია ეს ყველაფერი. და ამას ქვია და სომხეთი ესე თავდახრილი სხვა გზა არ აქვს, ყველაფერზე ხელს აწერს. იქ მას ეს კონტექსტი რაღაცა ისმის და შემდეგ ისე თავის EUTO-ს ენაზე ალამაზებს და საქართველოში ჯიუტად არ ესმის ეს კონტექსტი და ცდილობს რომ რაღაცნაირად სხვანაირად შეფუთოს და ამბობს რომ მნიშვნელოვანია რომ ქართველი ხალხი არ წარმოადგენს დემოკრატიას ასე შემდეგ. ანუ კი, მე მინდა დავეთანხმო. ქართველი ხალხი გამოხატავს სწორედ დემოკრატიულად თავის ნებას და ეს ძალიან მშვიდობიანად და ცივილიზებულად გამოიხატება არჩევნებზე. უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ჩატარდა 2 არჩევნები და ქართულმა ხალხმა თქვა თავის სიტყვა და გამოხატა ეს არჩევანი, რომელსაც ისინი არ აღიარებენ. იმიტომ რომ მათ არ მოეწონათ შედეგი. იმიტომ რომ არ ესმით ეს კონტექსტი, არ ესმით ადამიანები და აქვს ცდარი წარმოდგენა, ხო? ბუნებრივია რომ არსებობენ საპირისპირო მოსაზრების ადამიანებიც და მათ აქვს თავისი ხმა, ისინი რჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს, რომლებიც აღმოჩნდნენ უღირსი,
რომლებიც აღმოჩნდნენ მატყუარები და მათ თავიანთი აღმორჩეველი გადააკეთეს. სწორედ ამის გამო მე დღეს უკვირთ ხოლმე, ხო იცი, დღესაც რო ეძებენ, ერთის მხრივ ხო იცი, არ აღიარებენ არჩევნებს და მეორეს მხრივ ეძებენ გაყალბების ნიშნებს იქ სადაც არ არის. მაგალითად, როგორ მოხდა, რომ ისეთ რეგიონებში, სადაც მარტო ქართული ოცნების კანდიდატი იყო, მათ ანუ ისიც იმ ოპოზიციამაც კი ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ვერ შეძლო კანდიდატების გამონახვა მთელი რიგი მუნიციპალიტეტებისთვის. როგორ მოხდა, რომ აქტივობა არის იმაზე მეტი, ვიდრე შარშანი იყო. რა იყო სიაში რამდენი ადამიანის წერია, იმაზე მეტი იყო აქტივობა. აი ესე იყო, რომ ერთი წელი რაც ჩაიდინეს და რაც ჩაატარეს, აი ზუსტად ესე მოხდა მეტი ადამიანის მოსვლა და მხარდაჭერა, ხო? რაღაცებზე აისახა ბოიკოტი იქ სადაც თქვა ოპოზიციური განწყობა დიდ ქალაქებში უფრო მეტია, ანუ განსხვავებული აზრი და იქ აქტივობა იყო უფრო ნაკლები ვიდრე არის ხოლმე. თუმცა აბსოლუტურ რიცხვებში ეს ზუსტად გამოისახა და მაგალითად თბილისში კახაკალაძე მიიღო ყველაზე მეტი ხმა. ამიტომ ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც ეძღვნება ეს ჩვენი გადაცემა, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს და მათ საერთოდ არ გააჩნიათ რაღაცა უხერხულობა იმასთან დაკავშირებით, რომ ესე პირდაპირ ესე დემონსტრირებენ, ხო? არა მარტო ორმაგი სტანდარტი. აზერბაიჯანში ვიზიტი და იქ რაღაცა თავის დაკვრა და საქართველოში აქ რაღაც საპროტესტო მოძრაობებში მონაწილეობა იმ მოძრაობებში, რომელიც არც ხალხს წარმოადგენს, არის მცირერიცხოვანი, ანუ უბრალოდ სიმბოლური, არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანი გზებით და აი ზედმეტი ეს თქო ბრუტალიზმის გარეშე მოაგვაროს და თავის სიმართლეს გაამარჯვებინოს და არა სხვა რამეს, ხო, ეს მეორე და მესამე რაც თავარია ის თვისობრივ სხვაობასაც ვერ ხედავს იმ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, რაც საქართველოსია შექმნილი. კიდევ ერთი ვინც შეუერთდა აი ამ მიმართულებას, ეს აღმოჩნდა ვენეციის კომისია. ანუ საქართველოს თანდათანობით გასული წლების განმავლობაში ნელა ისწავლა ის წესები, აი ეს ორმაგი წესები თუ სტანდარტები, რაც ხდება ევროპულ ბიუროკრატიაში, ხო? რო ისწავლა ეს აქამდე თუ დამოკიდებულება იყო აბსოლუტურად სხვანაირი, როგორც აი ესეთი ძველ საუკეთესო კოლონიალისტური ტრადიციით, რომ აი თეთრი ადამიანი არის ყოველთვის მართალი, დღეს ეს აღარ არის თურმე აღმოჩნდა ეგრე, იმიტომ რომ თურმე სიმართლე ერთია და არ არის კანისფერზე რა დამოკიდებული, მეტაფორულად ვიძახიან კანისფერს. და თავარი არის რაღაც სიმართლე, ანუ ჩვენ როდესაც დავიწყეთ ესე ვთქვათ, გამჭვირვალობის კანონის შემოღება, რომელიც მყისიერად მოინათლა რუსულ კანონად და ამას მოყვა შემდეგ გამოსვლები, იმიტომ რომ აქ დემოკრატია მიიხევდა უკან და ჩვენ ცდებოდით რაღაცა ორბიტებს. შემდეგ ქართულმა ოცნებამ გააკეთა ესეთი რამ, რომ თქვენ არ გინდათ რუსული კანონი, მაშინ მიიღებთ ამერიკულ კანონს. და უბრალოდ სიტყვით მოხდა თარგმნა იმ კანონის, რომელიც უკვე რაღაცა 90 წელი ამერიკაში ფუნქციონირებს, არსებობს და პირიქით ახალ სიცოცხლეს იძენს თავის კონტექსტიდან გამომდინარე, ხო, განსაკუთრებით. დავაზუსტოთ თან გურამ, რომ ამ კანონის წყალობით ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მივიღეთ ჩვენ, ანუ არამხოლოდ ამერიკელი გადასახადის გადამხდელი იღებს ამ კანონით ძალიან ძვირფას ინფორმაციას ბოლოს და ბოლოს იღებს ინფორმაციას, ვინ ვის აფინანსებს, ვინ ვის ინტერესებს შეიძლება ატარებდეს მის ქვეყანაში. არამედ ჩვენს ქართველებს. კი, და მინდა გავახსენო მსმენელს, იმიტომ რომ დიდი ხანი გავიდა და შეიძლება ყველას ან არ ახსოვდეს, ან უბრალოდ არ იცოდეს, რომ ეს არის რესურსი, არა, უცხო აგენტების რეგისტრაციის აქტის თანახმად გაკეთებული ელექტრონული რეესტრი, სადაც განთავსებული ინფორმაცია წინა ხელისუფლებას და ბატონ გიგა ბოკერიას, რომელიც უშიშროების საბჭოს წარმოადგენდა და რომელიც დებდა ამ კონტრაქტებს, ლობისტურ კონტრაქტებს, აქ ვერ გამოითხოვდა ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ ედო გრიფი საიდუმლო. ანუ აი აქ ცხოვრობდნენ ისინი, რომ გრიფი საიდუმლო დაადეს ინფორმაციას, რომელიც უბრალოდ ღია ქვეყნდებოდა. იმიტომ რომ ესეთი იყო მნიშვნელოვანი მხილება და ჩათვალეს რომ იქ ხა ვინიპოვის და ცოტა 20 წლის წინანდელი პერიოდიც სხვანაირი იყო, ხო? ადამიანებს სხვა უნარჩვევები ქონდათ ხა. ესე განვითარებული შეიძლება არა. და დღეს ეს სხვანაირად ხდება. და დღეს ვენეციის კომისიამ თქვა, რომ აი ეს ამერიკული კანონი საქართველოსთვის შეუსაბამოა. საქართველოს არ უხდება. ამიტომ საქართველოს არის ხარი და იქ ცხოვრობენ იუპიტერები, რაღაც მარსის ბორცვზე.
ამიტომ ეს მოცემულობა უკვე თავისთავად თავს ვეღარ მალავს და ის კონფლიქტი, როდესაც რაც დაიწყო 2022 წელს რუსეთის შეჭრით უკრაინაში, რომელსაც თანდათანობით ერთი არის ომის დაწყება, სხვა შორის ჩვენთანაც ვერასხოვებენ, ხო იცი ომის დაწყება რა არის და მე აგერც სტრასბურგში მოხდა საქმის მოგება, ის დაზარალებულად იცნენ ის ქართველები, ვინც ამ ომის შედეგად დაზიანდა და სტრასბურგის სასამართლომ კომპენსაცია დააკისრა რუსეთს, თვლიან რომ აი ხო ხედავთ საქართველოს აი ამაში თურმე რუსეთი დაესხა თავს, იმიტომ რომ აი აქ ესე მოხდა, აი ამ ტიპის ცნეების აღრევა ხდება ჩვენთან. და ამიტომაც რახან ვახსენე ეს ომის დაწყება ერთია და შემდეგ 4 წელია რომ ომი მიმდინარეობს, აქ ბევრი ფაქტორია და ეს ფაქტორი ძნათელია, ეს ფაქტორები რა არის, ხო რომ ვერაფრით ვერ მოხდა შეჯერება ყველა მხარეს იმაზე რომ ეს ომი დასრულდეს და ეს ომი რაღაცნაირად საერთო ფორმულით დასრულდეს, ისე რომ ყველამ რაღაცა დათმოს, ყველა რაღაცა მოიგოს, ხო ხდები? ამიტომაც ეს ომი გრძელდება, უბრალოდ ამ ომის გაგრძელებაში უკვე დასავლეთს უჭირს, რომ დამალოს მისი მონაწილეობა. შესაბამისად დასავლეთი აღმოჩნდა მხარე. აი ამ ომში ის უჭერს, რა თქმა უნდა, უკრაინას მხარს, ის ამარაგებს იარაღით და ესკალაცია პირიქით ჯერჯერობით კვლავინდებურად იზრდება. აი ეს ყველაფერი ცვლის ამ გეოპოლიტიკურ სურათს, ხო, იმიტომ რომ სხვადასხვა სტანდარტები, სხვადასხვა მიდგომა, სხვადასხვა საზომი ძალიან ძნელი ხდება შემდეგ იმის უარყოფა, რომ ომი არ განსაზღვრავს იმ კონტექსტს, რაც დღეს ქვეყანაში ჩნდება. სხვანაირად უკვე აუხსნელია, რატო შეიძლება იყოს აზერბაიჯანთან დამოკიდებულებაში ესეთი მიდგომა საქართველოსში სხვანაირი, იმიტომ რომ აზერბაიჯანს უბრალოდ მოეთხოვება, რომ კონდეს დაძაბული ურთიერთობა იგივენაირად რუსეთთან გაწყვიტოს კავშირი, რომელიც მას ჩვეულებრივად და ღიათ აქვს. იმიტომ რომ მას ის ჩვეულებრივად მიდის ხდება და ეხლა ჩვენ ნახეთ დიდი შერიგების სურათი ხო აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის, მაგრამ მეორე მხრივ საქართველოს რომელსაც ეს ყველაფერი არ გააჩნია, საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობაც არ გააჩნია რუსეთთან, კონტაქტი საერთოდ არ არსებობს ხო ამ დონის და ამ ყველაზე უფრო გაუარესებულ წერტილში ვიმყოფებით ჩვენ ხო ბევრი წელია უკვე საქართველოს სხვა რამე მოეთხოვება ამისათვის და შესაბამისად ვიღაცა იღებს თაფლაკვერს და ვიღაცა იღებს მათრახს. დასავლეთის მხრიდან და ჩვენ აღმოჩნდით ვინც ვიღებთ ამ შემთხვევაში მათრახს, მაგრამ ვცდილობთ ამას გაუძლოთ. როდემდე ფიქრობ, რომ შეიძლება გაგრძელდეს აი ესეთი დამოკიდებულება, აი რა შეიძლება გახდეს საერთაშორისო ვითარებაში ის მომენტი, როდესაც ეს მიდგომა შეიცვლება. ესე იგი, ეს მიდგომა რომ აუცილებლად შეიცვლება ამას მოწმობს თუნდაც ბოლო ტენდენციები ევროპულ არჩევნებში, თუნდაც გავიხსენოთ სულ რამდენიმე დღის წინ ჩეხეთში არჩევნები, სადაც გაიმარჯვა პარტიამ და პოლიტიკოსმა, რომელსაც ჩეხ ტრამპს უწოდებენ, ჩეხ ტრამპს, რომელსაც ადანაშაულებს ევროპული ბიუროკრატია, რა თქმა უნდა, ვიქტორ ორბანთან ძმაკაცობაში, ფიცოსთან ძმაკაცობაში, თვითონ ტრამპთან, ასე ვთქვათ, მეგობრობაში და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. ევროპულ არჩევნებში სულ უფრო და უფრო მეტ ძალას იკრებენ ის ძალები, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც განსხვავებულად უყურებენ მათ შორის უკრაინის ომს, მათ შორის ევროპის როლს უკრაინის ომში, მათ შორის ზოგადად ომის მიზეზების გააზრებას და ასე შემდეგ. ამიტომ მე იმედი მაქვს კი არა და დარწმუნებული ვარ და ალბათ ეს არის ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი ამ სიტუაციიდან, რომ ევროპაში ნელ-ნელა მოხდება ის, რაც მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანუ თუნდაც რიტორიკის დონეზე გადააზრება ამ კონფლიქტის საფუძვლებისა და შესაბამისად გადააზრება ასევე სტრატეგიისა ამ ომში და ამ სტრატეგიის ნაწილია სწორედ ის, რომ მავანს სურს საქართველოს გამოიყენოს ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, ფიჩხის ღერად ამ მიმდინარე კონფლიქტში. ჯერჯერობით ეს სტრატეგია არსად არ გადავარდნილა და არ წაშლილა, ჯერჯერობით ეს სტრატეგია არსებობს და ევროპის ბიუროკრატია კვლავ დაჟინებით ცდილობს მის განხორციელებას და აბსოლუტურად გეთანხმები, სწორედ აქედან გამომდინარეობს ის ორმაგი სტანდარტი, რომ აზერბაიჯანში სხვანაირად ლაპარაკობენ და საქართველოში სხვანაირად. ეს იმიტომ, რომ აზერბაიჯანში არ ისახავენ მიზნად ამ წუთში ხელისუფლების შეცვლას და საქართველოში ისახავენ მიზნად ამ წუთში ხელისუფლების შეცვლას. სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი რიტორიკის განსხვავებაც. და რატომ
ისახავენ მიზნად საქართველოს ხელისუფლების შესვლას, ესეც გასაგებია, იმიტომ, რომ სწორედ საქართველოს აქვს მათ სტრატეგიაში მეორე ფრონტის როლი, არა აზერბაიჯანს, არა თუნდაც სომხეთს, არა თუნდაც მოლდოვას. მოლდოვასაც კი არა აქვს ეს როლი, განსაზღვრული არ ქონდა ისე მყარად და მკაფიოდ კი იყო რაღაც საუბარი, მაგრამ ეს საუბარი მალევე დამთავრდა საქართველოსთან მიმართებაში მათ აქვს განსაკუთრებული დაჟინება ამ მეორე ფრონტთან მიმართებაში და აქ როცა ამ დაჟინებულ ასე ვთქვათ იზოლებაზე ვლაპარაკობთ, ალბათ ზოგადადაც უნდა ვილაპარაკოთ იმაზე თუ რა როლი ითამაშა დასავლურმა ბიუროკრატიამ ზოგადად ჩვენს უახლეს ისტორიაში, ჩვენ არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენ ის 9 წელი, რომელიც გამოვიარეთ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ის დიქტატურა და ის ადამიანის უფლებების ტოტალური უგულებელყოფა, მათ შორის თვითონ ევროპის მიერ, ასე ვთქვათ, სულ ჩადგმული ღირებულებების უგულებელყოფა, სამწუხაროდ ბჭყალებში ხშირად იყო გაპრავებული სწორედ დასავლური ბიუროკრატიის მიერ. და ეს იყო უდაოდ ძალიან ცუდი როლი, რომელიც დასავლეთმა მაშინ შეასრულა საქართველოს ისტორიაში. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ, ესე ვთქვათ, გასაგებია ამ ცალმხრივ მეგობრობას და არ ვაიგივებთ ევროპის ბიუროკრატიას, ევროპის იდეასთან, ან ასე ვთქვათ, ევროპის რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ევროპულ ცივილიზაციასთან და კულტურასთან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ დიახ, ევროპაში არიან ძალები, რომლებისთვისაც საქართველო არის მხოლოდ და მხოლოდ საზარბაზნე ხორცი, სამწუხაროდ. და ეს გაგრძელდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მანამ, სანამ თვითონ ევროპაში არ მოხდება ამ კონფლიქტის მიზეზების გადააზრება. შეუძლებელია ეს ომი გაგრძელდეს მუდმივად, იმიტომ რომ ეს ომი თუ გაგრძელდა კიდევ იმდენი ხანი, რამდენიც უკვე მიმდინარეობს, ეს გამოიწვევს ევროპის არაფერს ვამბობ თვითონ უკრაინაზე, თვითონ უკრაინას რაც ჭირს, ეს ძალიან კარგად ჩანს, თუნდაც აი რა ვიცი, კვირა არ გავა, რომ განცხადება არ გაკეთდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი დაჭირდებათ ასე ვთქვათ, დემოგრაფიული რესურსის შესავსებად იმიგრანტი, ან კვირა არ გავა ისე რომ არ გაკეთდეს რაიმე არანაკლებ სკანდალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა ქალები უნდა გაიწვიონ ომში, მერე სხვა ქვეყნებიდან უნდა შემოიყვანონ სამუშაო ძალად 10 მილიონის ოდენობით. მოკლედ, ეს ქვეყანა ფაქტობრივად აღარ არსებობს და კიდევ ერთი ამდენი დრო უკვე მე ვფიქრობ საბოლოო წერტილს დაუსვამს უშუალოდ უკრაინას. მაგრამ მარტო უკრაინას არ დაზარალდება, ხო? და არც მხოლოდ რუსეთი არ დაზარალდება. ევროპა არის ის კონტინენტი, რომელიც ეკონომიკურად და შესაბამისად სოციალურად და უკვე ამის შესაბამისად პოლიტიკურად ყველაზე მეტად დაზარალდება. და ეს იგრძნობა ამ არჩევნების შედეგებშიც. ევროპაში ცხოვრების დონე საგრძნობლად გაუარესდა ომის დაწყების შემდეგ და ევროპელებს უბრალოდ არ ესმით, რატომ ხდება ეს ყველაფერი, ვის ინტერესებს ეწირება ამ შემთხვევაში მათი სოციალური კეთილდღეობა. სოციალურ კეთილდღეობაზე რომ ვლაპარაკობთ, სოციალური კეთილდღეობა არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ძალიან მერკანტილური გაგებით, რომ ვიღაცა თავის ფულს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ვთქვათ რომელიმე უკრაინელი სიცოცხლეს. არა, ეს ასე არ არის. სოციალური კეთილდღეობა არის ძალიან ფართო ცნება და მოიცავს მათ შორის ძალიან ყველაფერ იმას, რაც ევროპულმა სოციალურმა სახელმწიფომ შექმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დღემდე და ეს ყველაფერი დღეს ფაქტობრივად არის განადგურების პირას და რისთვის, ანუ რიგით ევროპელ ობივატელს არ ესმის ეს ყველაფერი რისთვის ანუ იმისთვის იქნება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი და რატომ? ანუ რა აუცილებლობაა ამის? ან თვითონ უკრაინას რა მისცა ამ ნატოსკენ სწრაფვამ? ან ხომ არ იყო ყველაფერი პირიქით, რომ როდესაც ევრობიუროკრატია უმტკიცებდა უკრაინელებს, რომ მათი გადარჩენა იყო ნატოსკენ სწრაფვა, ანუ ომის თავიდან აცილების გზა იყო ნატოსკენ სწრაფვა, ხომ არ იყო რეალურად აღმოჩნდა, რომ პირიქით არის, რომ სწორედ ამ ნატოსკენ სწრაფვამ და ნატოს მხრიდან ყალბი დაპირებების გაცემამ, ხოდაშორის მაკრონმა რამდენჯერმე თქვა ეს თავის პირით, რომ ყალბი დაპირებები მივეცითო. და არა მხოლოდ მაკრონმა. პირიქით ხომ არ მოხდა ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ამ აუსრულებელი და მუდმივად ჰორიზონტის ხაზზე მყოფი დაპირების გაცემამ ხომ არ უფრო შეუწყო ხელი ამ ომს.
ანუ ამის გადააზრება როცა მოხდება, მაშინ შეიცვლება ჩვენს მიმართ დამოკიდებულება. ყველა ქვეყანას აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება რა. გადაწყვიტოს სად გაწევრიანდეს, ამისთვის რა გაიღოს და ასე შემდეგ. უბრალოდ სამყაროში არსებობენ საწინააღმდეგო ძალები და შემდეგ ესმოდეს, რომ შენ შეიძლება რაღაცა განიზრახო, მაგრამ სამყარო არ არის აწყობილი იმგვარად, რომ მხოლოდ სურვილი იყოს საკმარისი. ხოდიო. ეს ნიშნავს გარკვეული შეაძლებლობის ფანჯარის გაჩენას, ამის გამოყენებას, რეალიზებას და იხდი რაღაც ფასს. ჩვენ მაგალითად საქართველოს უახლესი ისტორია არის ამის მაგალითი, ხო? ჩვენ მაგალითად არა ვართ იგივე შენ ახსენე აზერბაიჯანი, არცენე მოლდოვა. ჩვენ არა ვართ SNG-ს წევრი. ჩვენ მაშინაც კი საბჭოთა კავშირი დაიშალას, არ შევედით SNG-ში. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აქ სამოქალაქო ომი გამწოლდა. და აფხაზეთის არ დავივიწყოთ. შემდეგ ჩვენ მაინც მოგვიწია იმ SNG-ში შესვლა. შემდეგ ჩვენ იქიდან ომის ფასად გამოვედით. ეს ომი პირდაპირ ხა ჩვენ აქ ხელისუფლებას დღევანდელ ხელისუფლებას არ ვციტირებ, წინა ხელისუფლებას და მის პრეზიდენტ სააკაშვილს ვციტირებ, რომელსაც პირდაპირ თქვა, რომ მას დაპირდნენ ბუქარესტის სამიძე მიღებას. შემდეგ მისივე მთავრობის წევრებმა აღიარეს, რომ ანუ საერთოდ არაფერი მომხდარიყო, იმაზე უარესი მოხდა. როდესაც ჩანაწერი გაკეთდა, რომ საქართველოს არ მივიღებთ, მაგრამ ოდესმე აუცილებლად გახდება და ეს იყო ერთგვარი კაზუს ბელი, ხო, რაც პუტინმა გამოიყენა. ანუ ესე კეთდება ისტორია და როდესაც დღეს ვიღაც დაждდება და დაიწყებს ხოლმე მაღალფარდოვანა ეს ცნებებით ლაპარაკს, მას ავიწყდება, რომ ესე არ ხდება ისტორია. ისტორიას გააჩნია თავის წინააღმდეგობრივი ძალები და მხოლოდ შენ რო იყო მართალიანი, კეთილი განზრახვა ეს არ გმარა. და შენ ახლა აბსოლუტურად თავისუფალი, ხო? შენ ხარ კონკრეტულ მოცემულობაში, სადაც კონკრეტული ფაქტორები გზღუდავს და შენ შეზღუდული არჩევანი გაქვს და თუ რამეს სტატუს კოს შეცვლას მოინდომებ, აქ მოგიწევს რაღაც ფასის გადახდა და ასე შემდეგ, ხო? აზერბაიჯანმა რამდენი წელი ითმინა ის, რომ მას ჰქონდა თავის ტერიტორიული მთლიანობა დაკარგული და შემდეგან მოახერხა რაღაც კონკრეტულ მოცემულობაში აი ამ ვითარების შეცვლა, რომელსაც კიდე ნახოთ ხვალდაზე რა გაგრძელება მოხდება, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში მინდა დაუბრუნდეთ თემას, რომელსაც ჩვენ გარკვეულწილად ახსენე და როცა ლაპარაკი არის შიდა პოლიტიკურ გადატვირთვაზე, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელია და ლაპარაკია იმაზე, რომ დიდი ხანი მიდის იმაზე, რომ თქვა რაღაცა პარტია შეიძლება აიკრძალოს, ხო? ეხლა კიდევ არის ლაპარაკი, რომ კანონპროექტის წარდგენა, ეს პროცესის დასასრულებელი ეს პარლამენტმა უნდა მიიღოს, შემდეგ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, იქ შეიძლება იყოს რაღაცა განხილვა, ანუ საბოლოო ჯამში რა სახეს მიიღებს, რა იქნება ის კრიტერიუმები, რომლებიც ვიღაცას აკრძალავს და ვიღაცას არ აკრძალავს, სად გაივლის ეს ხაზი, რა კრიტერიუმებით, ეს ალბათ თანათანობით პროცესში გამოჩნდება, მაგრამ ამაზე ლაპარაკი აქტიურად მიდის, მაგრამ იმდენი ხანია მიდის, რომ ამის პარალელურად შედგა ერთგვარი პოლიტიკური პროცესი. ანუ ადამიანები, მოქალაქეები, ამორჩეველი ისმენენ ამ ლაპარაკს, რომელიც მათ არჩევანზე ზემოქმედებას ახდენენ წესით, ხო? შენ თუ რაღაცა არ გინდა, ბუნებრივ არჩევანს აკეთებ, ხო? ამიტომ ეს რახან ეს თემა არის ბოლო 1 წლის განმავლობაში აქტუალური და შარშან საპარლამენტო არჩევნების წინ დაანონსდა, ხო? მაშინ თქვა მმართველმა პარტიამ, რომ ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმისაც რომ შევიტანოთ იქ რაღაც ჩანაწერი, ჩვენ გვჭირდება ეს მანდატი, იმიტომ რომ თქვა აკრძალოთ რაღაც ეს პარტია, ეს დაანონსებულია კიდეც. ამიტომ დღეს რო ქართულ ოცნებას აუნჩეველი მხარს უჭერს, ის ამ პოლიტიკაში მას ერთის მხრივ მიყვება. ის რომ აუნჩეველთა უმრავლესობა იმ პოზიციას მხარს არ უჭერს და ის ოპოზიცია ყოველდღიურად უარეს და უარეს აკეთებს, ხო, უფრო და უფრო მარგინალური ხდება, უფრო რადიკალური, უფრო ექსტრემისტული და საკუთარი ამომრჩევლის სტანდარტსაც კი ესე ვთქვათ ქვევით წევს, ხო? იმიტომ რომ იქ რაიც რაღაც გარკვეული ნდობაა, როცა შენ ხმას გაძლევს და ის მე ამას არ იყენებს, ხო? ის ამბობს, რომ ერთადერთი სწორი ფორმა არის ბოიკოტი. და არა მარტო ბოიკოტი, არამედ საბოტირება. შენ შეიძლება შენთვის იყო რაღაცა ბოიკოტი, მაგრამ არა, ეს უნდა იყოს აქტიური ბოიკოტი. ამისთვის საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დასავლეთიდან მივიღოთ სანქციები, არა მარტო ხელისუფლებამ ქვეყანამაც, ამისთვის საჭირო არის ამის იზოლაცია. ეს არის აქტიური ბოიკოტი, არჩევნების საბოტაჟი, რასაც არა მარტო არჩევნები აკეთებენ. არა, ეს არის არა მარტო არჩევნები, ეს არის ჩვენ ბოიკოტირება და საბოტირება უნდა გავაკეთოთ მთლიანად საცხოვრებელ პროცესს, პოლიტიკურ პროცესს და ყველაფერს, ანუ გაფიცვა, უნდა გაჩერდეს ქვეყანა, ხო? ეს არის აქტიური. საბამისად ამ პირობებში, როდესაც ერთის მხრივ ეს არჩევნების მექანიზმი არის უგულებელყოფილი და შენ თან მე უკვე ადიხარ ისე დაპირებამდე ასე თქვა აჯანყება, ასე თქვა რევოლუცია, ასე თქვა დამხობა, გადატრიალება. ნუ რა ვიცი ხა, ყველაზე მარტივი ისტორიის წიგნი რო გადაშალონ, იქაც ნახავენ რომ ყველა რევოლუცია თუ არ გაიმარჯვა რევოლუცია, მას მოყვება რეაქცია. და რეაქცია ნიშნავს აი ამ რევოლუციონერების და დამარცხებული რევოლუციის
დასჯას. ეს ბუნებრივია, ყველგან ესე ხდება და კეთდება, იმიტომ რომ სხვანაირად ეს არ გამოდის. ან შენ მონაწილეობ რაღაცა კონვენციურ პოლიტიკურ პროცესში და არჩევნებით იღებ იმას, რაც გეკუთვნის და ან იგებ ხელისუფლებას საქართველოს ისტორიის მაგალითზე მომხდარა, ხო? 1990 წელს ეს მოხდა, 2012 წელს ეს მოხდა. ან მაშინ მიდიხარ ვაბანკზე. ან მიდიხარ ვაბანკზე და მე უკვე ხშირად იხევენ ხოლმე ხელზე, რომ აი სადღაც წერია, რომ ხალხს აქვს აჯანყების უფლება, რევოლუციის უფლება. ანუ ხალხს უფლებების დაწერა რაც გჭირდება, შენ თუ რაღაცას განიზრახავ და იმას შეასრულებ, შენ თუ რუბიკონს გადალახავ, კეისარს არ ქონდა რუბიკონის გადალახვის უფლება, მაგრამ მან ეს გადალახა, იმას შეიძლება დამარცხებულიყო და დღეს ჩვენ კეისარი აღარ იარსებოდა ამ ისტორიაში ამ ფორმით, ხო? მაგრამ მან გაიმარჯვა. ისტორიას წარს შემდეგ გამარჯვებული და შედის იცვლება ისტორიის ეს თქვა გეზი და ეს რევოლუცია და ეს რაღაცა საცოდავი ამბოხი ჩავარდა. თორე ჩავარდა ამას ჭირდება შესაბამისად უკვე ეს რეაქცია და გაფორმება, ხო, იმიტომ რა თავიდან უნდა მოქცე, ეს ლენინს აძლევდნენ თავის დროზე, ხო იცი ეს რაღაცას ეს რევოლუცია რაც ოქტომბერში ის პატარა გადატრიალებას პეტერბურგში გააკეთა, მან ივლისშიც სცადა და მანამდეც და იქ მე ეუბნებოდნენ რომ ამას როგორ ბედავდა, ეს გაიქცეოდა, მაგრამ არაფერი რეაქცია არ მოყვებოდა, ანუ სანამ წარმატებულად არ გადაატრიალა ის ხელისუფლება, მანამდე აცალეს, კიდევ ერთი შანსი მისცეს რა, ანუ გადაფრიკე და მოიგესავით და ბოლოს მოიგო. და აქ არ მოხდება ეს უკვე ხა. ამიტომ პრაქტიკულად ამ ერთწლიანმა პროცესმა პოლიტიკურმა, ამ შემოდგომაზე ამ არჩევნებმა პრაქტიკულად გამოავლინა ის ნება, რომ ადამიანები უარს ამბობენ საქართველოს ისტორიის კვლავ იმ ფორმით განვითარებაზე, როგორიც ეს ჩვენ უკვე 90-იან წლებში გამოვლილი გვაქვს, ხო? ერთ-ერთი ფორმა რჩება მშვიდობიანი კონვენციური პოლიტიკის წარმოება. ის რაც არის უკვე რადიკალიზმი და ამას გაცდა, თუ ეს ფორმალურადაც დამთავრდება, შენი თქმის არ იყოს, ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას. ოღონდ აი აქ ვიღაც ოპონენტი გვეტყვის, რომ ანუ თქვენ გინდათ, რომ რეალური ოპოზიცია გააქროთ, მოაშთოთ ხელოვნურად და გააჩინოთ რაღაცა ფსევდო ოპოზიცია. მოდი აქვე გავაჩვენებ იმ ვიღაცას, ვინც ამას გვეტყვის რა. ანუ ეს არის დემაგოგია. დემაგოგია არის უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ სოფლიო ისტორიაში არის არაერთი პრეცედენტი, როცა სწორედ ასე იქნა დიახ გაჩუმებული ის ძალა და ის ძალები, რომლებიც ვერ ეწერებოდნენ, ვერ ჯდებოდნენ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული ცხოვრების წესების და თამაშის წესების სტანდარტებში. მაგალითად შეხედեմ, არ გვინდა მაგალითი, სამ დრო დაგვრჩა უცებ გავიაროთ ეს თემა. ანუ ჩვენ უკვე გადაცემის დასაწყისში ვილაპარაკეთ, რომ ორმაგი სტანდარტია რა. ეს ეხა სადღაც რომ რაღაც მოხდა და მაგალითები გავიგე, მაგრამ საქართველოში გითხრეს, რომ ის რაც ამერიკაში მუშაობს, ვერ იმუშავებს. ხო, მაგრამ ჩვენ ხო ვეუბნებით, რომ არა. ხო, შენ ეუბნები, მაგრამ კრიტიკა ხო რა არის? კრიტიკა ის არის, რომ ადამიანი გეუბნება მხარე, რომ არა, ეს არის ჭეშმარიტი ოპოზიცია, ცარიელი რუსთაველი არის ქართველი ხალხი. და თქვენ არ ახართ სიტყვაზე ლეგიტიმური. ხო და ამაზე ჩვენ პასუხობთ, რომ არ არის ასე და თქვენ ან მიიღებთ რეალობას ისე როგორც ის არის ობიექტურად, ან არა და ჩვენ მაშინ ასეთი მოკავშირეები არ გვჭირდება. ნუ კაი, გავიგე, თქვა შენ მე დავარქმე იმას, აი შენი ძალა და შენ ჭეშმარიტი ოპოზიცია გააქრე, აკრძალე ასე, მაგრამ მე მაშინ არ ვაღიარებ შენ სახელდებას და არ ვაღიარებ შენს ავტორიტეტს. უბრალოდ მე ხა ეს კითხვა სხვაგან მინდა მივიყვანო, რომ იმიტომ რომ მე არ მსჯერა რისი იცი რომ ჯერ ისეთის რა კაი ვიღაცა ადამიანს კონკრეტულად აკძალავ მაგრამ მე აქცენტი მე სხვა რამეზე გადამაქვს მის ცენტრი რა მე გადამაქვს იმ შინაარსზე რომელსაც ეს თუ ის პოლიტიკოსი ატარებს და არა იმ ფიგურაზე იმიტომ არ ილაპარაკებს და ვერ ილაპარაკებს ნიკა გვარამია და ილაპარაკებს ვიღაცა სხვა არ ვიცი აი ის პატარა ის უზით რაღაც პოდკასტებში მეცოცხეები პატარა აი ვიღაცა ეგეთი ხო კი ბატონო მაგას რა მნიშვნელობა კი ბატონო მაგრამ ჩემთვის ეს დამარცხება და ეს რაღაც ძალების აკრძალვა არის აი იმ დამარცხება იმ შინაარსის, იმ იდიოტიზმის, რომელსაც ჩვენ 2012 წლიდან დისკურსი უნდა შეიცვალოს. ეს არის გამოგონილი რაღაცა რუსეთი მტრის ხატი ხელოვნურად, აი ეს ოკუპანტი არის პროექცირებული საქართველოს რეალობაში იმისათვის, რომ შენ სხვა დანიშნულება არ უნდა ქონდეს, ანუ საქართველოს ერთადერთი დანიშნულება არის არა ქვეყანა ააშენო, შენი ადგილი იპოვო, რაღაცა გეოპოლიტიკური საკითხი რუსეთს. არა, შენ ხარ, შენ კონკრეტული ფუნქცია, ეს უნდა ასრულო, მეტი არაფერი. აი ეს ფუნქცია უნდა დასრულდეს, ანუ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ამ ფუნქციაზე. ჩვენ უნდა გქონდეს მოქმედების თავისუფლება, პოლიტიკური მანევრის სივრცე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ჩავთვლით საჭოთ, ისე მოვიქცეთ რა.
აი როგორცაც აქვს, როგორც მოიპოვა ეს თუნდაც იგივე აზერბაიჯანმა, როცა ჩათვალა საჭირო იყო დამწოება, როცა ჩათვალა საჭირო იყო მშვიდობა. ის არ არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ აი ეს ნიშნავს აი ამ შესაძლებლობის ქონას და საჭიროების შემთხვევაში გამოყენებას. აბსოლუტურად 100% თავისუფალი შესაძლოა ამერიკის შეერთებული არა, რა თქმა უნდა, არა, 37 ტრილიონიანი ვალის ქვეყანა ვერ იქნება აბსოლუტურად. ამიტომ ყველაფერი შეფარდებითია, ჩვენ ვლაპარაკობთ კოლონიალიზმის დაძლევაზე. ეს კიდე კოლონიალიზმის უფრო სწორად. ესე ტერმინები შეგვიძლია არც დავიხუნძლოთ, იმიტომ რომ ეს კონკრეტული კონტექსტი არის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ არ შეიძლება, რომ ჩვენ ქვეყანა ვაქციოთ, ვიღაცამ დაგვნიშნას ჩვენ აი აქ რაც მახათათ, რომელიც უბრალოდ სადაც უნდა უჩხლიტოთ რა. ეხლა ნახე სად გადავდივარ. ეხლა გადავდივარ იქ რომ ეს შინაარსი რომელსაც ატარებენ ეს ძალები ამავე დროს, ხო ძალები დამარცხდნენ პოლიტიკურად, ისინი არჩევნებში ვერ იმარჯვებენ 13 წელია, ისინი მიხვდნენ რომ დატვირთული არიან ისეთი სახეებით, რომელთა მიმართაც ახლა უმრავლესობას ვერ ექნება სიმპათია, მაგრამ ჩემთვის თავარია რომ ეს შინაარსი დამარცხდა და მარცხდება ეს ვეღარ იქნება. ხო, სხვაც რომ მოვიდეს აი ამ დროში და ცადა ეს ლელო. ანუ ლელო, რასაც ლაპარაკობდა პოლიტიკური ლოზუნგის თვალსაზრისით, რომ ბიზნე ივანიშვილი იქნება მოსკოვში და რაღაც ეს რუსოფრენიულ კონტექსტში შევიდა. ხო, ლელოს შედეგი ზუსტად ეგ სამარცხებლად. ეს ზუსტად ეგ არის, ხვდებით? ამიტომ ეს შინაარსი მარცხდება ამხრივ. ეხლა ამიტომ გადავდივარ, რომ ვინც არ უნდა იყოს, საზომის კი არ უნდა იყოს, რომ აბა დანიშნეს თუ არა და ეს როგორ გააჩუმეს. რა უნდა იყოს, რა შეიძლება იყოს დღევანდელ კონტექსტში ის შინაარსი, ის პლატფორმა, როგორადაც შესაძლებელია ამ ხელისუფლების პირობებში იყო ოპოზიცია. სად ხედავ ოპოზიციის ნიშას, ანუ რაზე უნდა ილაპარაკოს ოპოზიცია? თუ ამ დიდ ნაწილში რამაც განაპირობა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ბოლო პრაქტიკულად დეკადა ამ რუსეთ-უმეობის საკითხმა, ხო? ეს ნარატივი თუ დაინგრა და ინგრევა. სხვა რა უნდა იყოს, რითაც შეიძლება ამ ხელისუფლებას დაუპირისპირდეს. გურამ ისეთი კითხვა დამისვი, რომ ესე იგი ფაქტობრივად შპარგალკა უნდა მივცე ოპოზიციას, მაგრამ მოდი ვილაპარაკოთ ამაზე. თუ გინდა არ მისცე, მაგრამ შენ თქვი მაგალითად რომ ხედავ თუ არა ამ შესაძლებლობას. რასაკვირველია, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ხელისუფლებას შეიძლება ყავდეს და უნდა ყავდეს ოპოზიცია და რა გამოლევს თემებს და მიმართულებებს რაზეც შეიძლება ნუ ეხლა რაღაც პრობლემას ნახავ, შეიძლება არ გამოლიო, მაგრამ რაღაც შეიძლება იყოს ეს მიგვაჩვიეს, გურამ, ეს არის პრობლემა, რომ ის რაც სინამდვილეში წვრილმანი არ არის, ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს წვრილმანია და ის რაც სინამდვილეში არის კაკრას ზუსტად უკაცრავად ოკუპანტის ენის გამოყენებისთვის. ესე იგი, რაც სინამდვილეში არის დისკუსიის საგანი, იმაზე გვითხრეს, რომ ეს არ შეიძლება განვიხილოთ. სინამდვილეში საგარეო პოლიტიკა ზუსტადაც რომ დისკუსიის საგანია და ყველა პარტია შეიძლება ქონდეს თავისი ხედვა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მათ შორის იმასთან დაკავშირებით უნდა ვიყოთ რომელიმე სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში თუ არ უნდა ვიყოთ რომელიმე სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში თუ ახლა უნდა ვიყოთ და მე არ უნდა ვიყოთ. ანუ ეს ჩვენ ამაზე შეიძლება ვიკამათოთ და ან რუსეთთან უნდა დავძაბოთ, არ უნდა დავძაბოთ, ეხლა დავძაბოთ, მე არ დავძაბოთ. ეს ყველაფერი არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი პარტიებს შორის. მაგრამ ამას გარდა არის ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაც წარმოადგენს საკვანძო მნიშვნელობის თემებს დასავლურ პოლიტიკაში, მაგალითად გადასახადები, მაგალითად სოციალური პოლიტიკა და ეს უმნიშვნელოა? კითხეთ ადამიანს, რომელსაც ძიმი ავადმყოფობა აწუხებს. კითხეთ დედას, რომელსაც 5 შვილი ყავს გასაზრდელი და შემოსავალი არ ყოფნის იმისთვის, რომ მათ ღირსეული ცხოვრების პირობები შესთავაზოს. კითხეთ მშობლებს, რომლებსაც არა აქვთ, ან ზრდასრულ ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ იმდენი შემოსავალი, რომ თავიანთი მშობლების ღირსეული სიბერე უზრუნველყონ. ამ ადამიანებს კითხეთ, ეს უმნიშვნელო თემებია? ამ თემების ირგვლივ უნდა იყოს კამათი და დისკუსია. და სხვადასხვა პარტია უნდა დებდეს სხვადასხვა რეცეპტს. ხელისუფლება ბევრს აკეთებს, მაგრამ ოპოზიცია უნდა აკონტროლებდეს მას და უნდა ედგეს, ასე ვთქვათ, როგორც იტყვიან, ზურგში უნდა მისდევდეს და მუდმივად აკრიტიკებდეს, რომ აი ეს იქნება ასე ჯობდა, ეს ასე უნდა გაგეკეთებინა, ასე კი არა, ასე უნდა ყოფილიყო. პენსია ამდენით კი არა, აი მე ამდენით გავზრდიდი. აქ ხელფასი ამდენით რომ გაიზარდა, მე ასე გავზრდიდი. აი ეს თემები უნდა იყოს რეალურად პოლიტიკური დისკუსიის საგანი. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ რეალურად პოლიტიკური დისკუსიის წარმოებას და არა კოლონიის პოლიტიკურ დისკურსს. კოლონიის პოლიტიკური დისკურსი რა შეიძლება იყოს? მხოლოდ ბატონის შეცვლა. და
შესაბამისად მისი პოლიტიკური დისკურსი არის ეს ჯობია თუ ის ჯობია საგარეო ძალა და ჩვენ თავს მოგვახვია ზუსტად ეს დისკურსი რომ ესე იგი მიტინგები და ესე იგი დემონსტრაციები ოპოზიციის მხრიდან იმართება იმასთან დაკავშირებით რომ ევროპას გვართმევენ რუსეთი არ გვინდა იქ რა ქვია ჩვენი არჩევანი ამერიკაა და ასე შემდეგ სინამდვილეში არც ერთ დასავლურ ქვეყანაში ასეთი ამ შინაარსის აქციებს ვერ ნახავთ ხო თვითონ დასავლურ დემოკრატიებში. დასავლურ დემოკრატიებში აქციები იმართება იმაზე, რამდენი წლიდან შეიძლება ადამიანი გავიდეს პენსიაზე, რომ გავა პენსიაზე მისი შემოსავლის ნამუშევარი შემოსავლის რა პროცენტულობით დაითვლება მისი პენსია, რა ვადებში მოხდება ამის გადახდა. მერე რა სოციალური გარანტიები ექნება თქვათ მრავალშვილიანებს, რა როგორ იზრუნებს სახელმწიფო მძიმე ავადმყოფებზე, როგორ იზრუნებს სახელმწიფო სხვადასხვა სოციალურად შეჭურვებულ ფენებზე. ამაზე ხდება იქ პარიზში და იმაში დემონსტრაციები ხედავთ ჩვენ ხშირად ისეთებს რომ აი ეს ჩვენი საცოდავო ოპოზიციონერების აქციები რაღაცა ბოლოს და ბოლოს ამათ რაც ხალხი გამოყავს ერთ ქორწილში ვინახავს მაგდენი. ანუ იქ მართლა სერიოზული დემონსტრაციები იმართება და რა თემაზე იმართება სადმე გინახავთ საფრანგეთში დემონსტრაცია გამართული იყოს ან იმასთან დაკავშირებით აღარ შევიდეთ ნატოში გამოვიდეთ ნატოდან ან ისა არის რაღაცა კონსენსუსური საკითხები არა არ ლაპარაკობენ რაღაც ზალა ყოველთვის იქნება რომელიც ყველაფერზე ლაპარაკობს კი ბატონო მარინ ლეპენი ლაპარაკობს ამაზე საფრანგეთში არსებობს მათ შორის მონარქიის აღდგენის პარტია არა ეგაც არსებობს ყველაფერი მაგრამ მეინსტრიმი ერთგვარად დიდ თემებზე უკვე განვლილი ეტაპია და შეთანხმებული. ანუ მოკლედ შენი ამბობ ზვიად რომ პოლიტიკური კონტექსტი ისეთი რამეა რომ როცა ისტორია გრძელდება, რაღაც საკითხებზე ხდება მსჯელობა, შემდეგ გარკვეული კონსენსუსი დგება, ისევე როგორც ჩვენ გვეგონა რომ დამდგარი იყო კონსენსუსი იმაზე, რომ ხელისუფლების ძალადობრივად დამხობა, ეს კარგი არ არის. ცუდია. იმიტომ რომ ჩვენ ეს გავიარეთ და ვნახეთ ამა რაც მოიტანა, მაგრამ ვიღაცები ცდილობენ ამითი მაინც ითამაშონ. ყოველ შემთხვევაში ჩვენი დრო ამოიწურა, მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ბოლო კითხვაზე პასუხიც მგონი გასაგებია რომ ნიშა არსებობს იმისათვის რომ დამოუკიდებლად სრულიად თავისით ეს ოპოზიცია აღმოცენდეს, იმიტომ რომ აი ეს ბოლო პერიოდის დაპირისპირების თემა ცალსახა ანგარიშით დასრულდა. საქართველოს ჭირდება მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და რაღაც ავანტიურებისგან თავის შორს დაჭერა. დიდი მადლობა ჩვენ ეთერში მომდევნო კვირას დავბრუნდებით.